გამარჯობა. რამდენიმე დღის წინ პუტინი ჩავიდა კვირილის კუნძულებზე. თითქოს არაფერი მან მოინახულა თევსაჭერი ადგილები, ნახა საცხობი, შეხვდა მასწავლებლებს, თითქოს გადაიღო მშვიდობიანი ფოტოები და ყველაფერი დასრულდა ამით. მაგრამ იაპონიის მხრიდან ამ ყველაფერს მოყვა ძალიან მკაცრი რეაქცია და ძალიან მკაცრი განცხადებაც. რატომ? ეს კუნძულები იაპონიასა და რუსეთს შორის სადაოა და სადაო არის არა მხოლოდ 1945 წლიდან, არამედ მანამდეც წარმოადგენდა ძალიან საინტერესო კონფლიქტურ ზონას. და მოდი გავიაროთ ეს ყველაფერი რატო, როგორ და რა შედეგები შეიძლება ქონდეს მას მომდევნო პერიოდში. თავდაპირველად მან დავიწყოთ იმით, რომ იაპონური კოლონიზაცია მიმართულებით დაიწყო მე-16 საუკუნის ბოლოდან. რუსებიც რეალურად სიმბირს კვეთენ სწორედაც ამ პერიოდში, თანდათან უახლოვდებიან სწორედაც ისინი წყნარი ოკეანის მიმართულებასა და მომიჯნავ ზღვებს და საინტერესო დეტალი არის, რომ როდესაც იაპონელები იწყებენ ამ ტერიტორიაზე სახლობას, მოსახლეობის ადგილობრივი მოსახლეობის იაპონიზაცია ხდება. იაპონიზაცია ხდება საკმაოდ ესეთი აქტიურად კულტურულად, ენობრივად და ასე შემდეგ. არც ერთი კოლონიზაცია არ იყო ბოლომდე მშვიდობიანი და არც ერთი კოლონიზაცია არ იყო რაღაცა ყველაფერი რო კარგად მიდიოდა. ხა ეს უნდა ვაღიაროთ და ეს ფაქტიც სათქმელი არის. არც რუსული, არც იაპონური. მაგრამ საბოლოო ჯამში მოსახლეობის დიდი ნაწილის იაპონიზაცია დასრულდა და ეს შემადგენლობაში იაპონიის ჩვეულებრივ ორგანული საკუთრებას გარდაიქმნა. მაგრამ დეტალი არის კიდევ ერთი აქ ისეთი საინტერესო, რომ ორივე სახელმწიფო ერთმანეთს გაუმეზობლდა და გაემიჯნა თუ გნებავთ ასე დავარქვათ კუნძულ სახალინზე. ანუ კუნძული სახალინის ჩრდილოეთი ჰქონდა კონტროლირებადად რუსეთს და კუნძული სახალინის სამხრეთი ჰქონდა იაპონიას. სწორედ ამიტომაც 50-იან წლებში დაიწყო სერიოზული მოლაპარაკებები და კიდეც დასრულდა 1850-იან წლების ძალიან რთული მოლაპარაკება შიმოდას ხელშეკრულებით, რომლის მიხედვითაც კუნძული სახალინი გაიყო ორად, როგორც ფაქტობრივი მდგომარეობა კარნახობდა და საინტერესო არის ის, რომ კურილის კუნძულების, სწორედ ეს კუნძული იტურუპი, რომელზეც ჩადის პუტინი რამდენიმე დღის წინ, კუნძული იტურუპი და მისი სამხრეთი დარჩა იაპონიას და მისგან ჩრდილოეთით ყველაფერი გადაეცა რუსეთის იმპერიას. ესე გაგრძელდა მომდენო 20 წელი, სანამ 1875 წელს. ამჯერად უკვე პირიქით რუსეთის ინიციატივით მიხვდნენ ისინი, რომ კუნძული სახალინი უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე კურილის კუნძულები, მიუხედავად იმისა, რომ უმნიშვნელოვანესი გასასვლელია რა. კურილის კუნძულებს თუ აკონტროლებს სრულად, შეგვიძლია ჩაკეტო რეალურად რუსეთის ფლოტის ნაწილი რა, შეგვიძლია სახალინის მიმართულებაზე ჩაკეტილია. პრაქტიკულად ამიტომაც, ეს საკითხის როგორც გასასვლელი და საზღვაო დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანი. მაგრამ სწორედაც ამ ხელშეკრულების შედეგად გაიცვალა, ასე რომ ვთქვათ, სახალინის კონტროლზე მოხდა ბოლომდე რუსეთის კონტროლი და კურილის კუნძულები გაიყო ორად. მაგრამ იაპონიისათვის მისთვის გადაცემული კუნძული, მთელი კუნძულების ჯაჭვი, რომელიც მას გადაეცა, იმას ეწოდა კურილის კუნძულები, ხოლო კუნძული იტურუპი და მის ქვემოთ სამხრეთით მდებარე დანარჩენი რამდენიმე კუნძული, რომელიც ძირითადად თუ ავიღებთ არის ორი ძირითადი კუნძული და სამი შედარებით პატარა კუნძული, მაგრამ პატარა ქვები არის, რომელსაც და პატარა კუნძულოვანი წარმონაქმნები არის, რომელსაც მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო სამართალში, ის წარმოდგინდა იაპონიისთვის როგორც მისი ჩრდილოეთის ტერიტორია და არა კურილის კუნძულები. ეს საკმაოდ საინტერესო შენიშვნაა, იმიტომ რომ იაპონელები დღემდე ამას ამბობენ. ისინი ამბობენ, რომ კურილის კუნძულები შეიძლება იყოს იტურუბიდან ჩრდილოეთით და ეს კუნძულები არის უკვე მისი ჩრდილოეთის ტერიტორია, ჩრდილოეთის ტერიტორიების ნაწილი, რომელსაც ის ვერ აკონტროლებს. 1905 წელს რუსეთი მარცხდება იაპონიასთან ომში და იაპონელები ბრუნდებიან კუნძულ სახალინზე. ეს გასაგები ამბავია, გრძელდება ეს მოვლენები 1951 წლამდე, სანამ საბჭოთა კავშირი სტალინის ხელმძღვანელობით არ აწერს ხელს ნეიტრალიტეტის შესახებ და თავდაუსხმელობას თუ გნებავთ ასე უფრო მარტივად რო აღვნიშნოთ, თავდაუსხმელობის შესახებ იაპონიასთან. გათვლა იყო ის, რომ საბჭოთა კავშირს ეშინოდა მეორე ფრონტის. სამართლიანადაც არავის არ უნდა ომის დროს ორი ფრონტზე ბრძოლა გათვლილი არ არის და ეს ესმოდა რა თქმა უნდა საბჭოთა კავშირსაც. აქედან გამომდინარე 5 წელი უნდა ყოფილიყო იდეაში ყოველგვარი თავდაუსხმელობა, ნეიტრალიტეტი და ასე შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირმა დაარღვია 1945 წლის აგვისტოში. დაარღვია იმ ლოგიკით, რომ ის უკვე იაპონია უკვე ომს აგებდა და ფიქრობდა, რომ მოკავშირეების მხრიდან მწვანე შუქი იყო ანთებული და ფიქრობდა, რომ მოდი ეს ტერიტორიები, რომელიც არის კურილის კუნძულები და სახალინი და ასე შემდეგ, რაც სადაოა, ყველაფერს წავიღებ და შესაბამისად ჩემ ტერიტორიად გამოვაცხადებ. ლოგიკა ამის ისეთი იყო, რომ იაპონიამ კაპიტულაცია უკვე აგვისტოს შუა რიცხვებიდან დაიწყო
პროცესი, კაპიტულაციის პროცესი დაიწყო და ჩქარობდა საბჭოთა კავშირი ამ ტერიტორიების დაკავებას. იდეაში 2 სექტემბერს დასრულდა ომი. ხელი მოეწერა სრულად კაპიტულაციას და წესით უნდა შეწყვეტილიყო ყველგან ყოველგვარი ცეცხლი. მაგრამ საბჭოთა კავშირმა გააგრძელა შეტევა. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რომ კუნძული იტურუპი რაც ახლა სადაოა, რაც შიმოდასხა შეკრულებით მის ტერიტორიაზე იყო მოაზრებული, ხო? 1850-იან წლებში. აი ამ კუნძულების დაკავება საბჭოთა კავშირმა, უკიდურეს სამხრეთის კუნძულების დაკავება მოახდინა სწორედაც 2 სექტემბრიდან 5 სექტემბრის ჩათვლით. ანუ ეს იმიტომ არის ესეთი საკვანძო მნიშვნელობის საკითხი, რომ იაპონელებმა ამბობენ, რომ ამ კუნძულების დათმობა, როგორც ვთქვათ, ომის პერიოდში არ მომხდარა, ეს ომის შემდეგ განხორციელდა. და მაგის შემდეგ დაიწყო უკვე მოლაპარაკება რა, იმიტომ რომ ომის მდგომარეობაში აღმოჩნდა იაპონია და საბჭოთა კავშირი. დღემდე მათ შორის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმებული არ არის. ომები მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტით არ მთავრდება. ომი თუ გინდა სრულად დასრულდეს, უნდა იყოს სამშვიდობო ხელშეკრულება დადებული და იყო ამის მცდელობა. აი ჯერ კიდევ 51 წელს იყო მცდელობა, რომ ამბობდა იაპონია რო კურილის კუნძულებს სრულად ვთმობ, ოღონდ აქ ის დეტალი იყო, რომ არ ამბობდა ვის სასარგებლოდ ვთმობ, ეს ერთი და მეორე. იაპონია ამბობდა, რომ იტურუპი არ შედის კურილის კუნძულების ჯაჭვში. ის ამბობს, რომ ეს კუნძულები არის ჩემი ჩრდილოეთის ტერიტორია. საბჭოთა კავშირმა ხელი არ მოაწერა ამ ხელშეკრულებას და მოგვიანებით გადაიდო ეს საკითხი 56 წლამდე. გაიხსნა 56 წელს ისევ მოლაპარაკებები, ოღონდ ამ შემთხვევაში საბჭოთა კავშირმა დააყენა ძალიან ისეთი კაბალური პირობები. მან თქვა, რომ ნუ გაიყვანო შენგან ამერიკული ბაზები, იაპონიას უთხრა, ანუ გაწყვიტო კავშირი დასავლეთთან და მე აი ამ სამხრეთის ჯაჭვის 2 პატარა კუნძულს გიბრუნებ. ანუ თუ კი არის სადაო 4 კუნძული, თუ პატარ-პატარ კუნძულებს ჩავთვლით კიდევ უფრო მეტი, მე ამ 4 ძირითადი კუნძულიდან გიბრუნებ 2-ს. 2 ყველაზე პატარა კუნძულს, რომელიც ყველაზე ახლოს მდებარეობს შენთან და შემდგომ ვისაუბროთ, ესე ვთქვათ, ამ საკითხთან საკითხებზე, ოღონ გავაფორმოთ სამშვიდობო ხელშეკრულება, მოვაწეროთ ხელი და გავაფორმოთ. იაპონიამ ამაზე თქვა, რომ მოდი გავაგზავნოთ საკითხი მოლაპარაკებაში, მაგრამ ნუ ამერიკული თემა დავხუროთ, იმიტომ რომ ეს ჩვენი გადასაწყვეტი არ არის მხოლოდ და მხოლოდ, ეს არის ეს თქვა ხელშეკრულება, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უკვე ფორმირდება და მოლაპარაკება მიდიოდა და ამერიკელების გასვლა ეს ადვილი არ იქნება და რიგი მიზეზები არსებობდა. თან იაპონიის პერსპექტივა მარტივი იყო, ის ამბობს, რომ ჩემსა და შენ შორის დავა არის ჩვენი კერძო საკითხი, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს ამერიკასთან. ამის გამო ჩავარდა მოლაპარაკებები, გრძელვადიანდაც აღარ გაგრძელდა და მე მოგვიანებით უკვე 2010 წელს იყო რაღაცა მცდელობა, პუტინი ჩადის. ხვდება იაპონიაში, ესე ვქვა, იაპონიის პრემიერ-მინისტრს, იქ მიმდინარეობს, ესე ვქვა, მოლაპარაკება, შინზო აბე პრემიერ-მინისტრი ცდილობს გარკვეულ დათმობებზე წასვლას, ის ამბობს, რომ კაი, მოდი პატარა კუნძულებზე მაინც ვისაუბროთ. მაგრამ ეს მოლაპარაკებები ცარსად არ წავიდა. პუტინისთვის ნათელი არის, რომ მას არ სურს არანაირი კომპრომისი არაფრისათვის. დიპლომატიური ურთიერთობები შეიძლება აღდგენილია, მაგრამ საბოლოო მშვიდობა მიღწეული არ არის. ამიტომაც ეს საკითხები გაიწელა და 2020 წელს პუტინმა თქვა, რომ მორჩა. ტერიტორიები აღარ სხვისდება. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ შედიოდა ეს რაღაცა დაირღვა ხელშეკრულება 2 სექტემბერს, როდესაც შეტევა გაგრძელდა ასე შემდეგ, მაგრამ მან თქვა, რომ მორჩა. ეს საკითხი დახურულია. სწორედ ამიტომაც იაპონიის არგუმენტი ძალიან მარტივია. ის ამბობს, რომ მე იმ კუნძულებზე აღარ დავობ, რომელიც მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას მე დავკარგე. მიუხედავად იმისა, რომ შენ დაარღვია ხელშეკრულება და მე არ დავირღვევია, ეს არის საინტერესო პერსპექტივა იაპონიის მხრიდან. ამბობს, რომ მიუხედავად ამისა, მე ამ ტერიტორიებზე აღარ ვდაობ, მაგრამ ეს კუნძულები, იტურუპის სამხრეთით არსებული კუნძულები, 4 ძირითადი კუნძული. ამ კუნძულებზე უნდა იყოს ჩემი სუვერენიტეტი. ამიტომაც მისი პერსპექტივა ძალიან ისე ხისტი და ნათელია ამ შემთხვევაში. და მანამდე ხა იაპონიას ძალიან პაციფისტური პოლიტიკა ჰქონდა. მაგრამ ახლა სიტუაცია იცვლება. იცვლება იაპონიის შიგნითაც და იცვლება იაპონიის ირგვლივაც, ხო? იაპონიის შიგნით არის ნაციონალისტური მთავრობა, მაგრამ ესეც რომ არ იყოს იაპონიის ოპოზიცია საკმაოდ ხისტია ამ შემთხვევაში და შეხედეთ მის სამეზობლოს. ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთი, რუსეთი საფრთხეა იაპონიის ზოგადი სუვერენიტეტისათვის, ძლიერებისთვის. ნებისმიერ სახის თუ გვენებათ ეს ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური საერთაშორისო განზომილებისათვის. სწორედ ამიტომაც
ეს საკითხი პატარა არ არის და პუტინის ჩასვლა შემთხვევითი არ გახლდათ. ეს იყო რაღაც ძალის დემონსტრირება, თუ ნება ძალის ჩვენება, პროექცია. მაგრამ ამის უკან, რა თქმა უნდა, იმალება ისიც, რომ პუტინს ახლა რეალურად სხვა მიმართულებით უჭირს და უნდა რომ რუსეთში წარმოადგენოს თავი როგორც საკმაოდ ძლიერ და გამწევ ძალად. ეს საკითხი უფრო მეტად რომ მოშიშულდა, ეს ნიშნავს იმას, რომ შემდგომში ეს ყველაფერი კურილის კუნძულების აი ამ ნაწილის დავა მხოლოდ და მხოლოდ გაგრძელდება.